მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო კარგებო. მე ვარ გიორგი ხამცაშვილი და თქვენი ყოფით ჩემახსოვს თევზაობის მეთოდებში. მოკლედ ეს ვიდეო იქნება დღეს რაც ნაღდი კლარწი და რას ვიყენებ ჩვენ ეხლა სათევზაოს არაგზე და ხშირად რა გამოიყენება და რითი იჭერენ ხრამუს. ამას ეხლა ჩემ ვიდეოში წამოგიდგეთ ჩემო კარგებო და თხოვნა მექნება გამოიწვიოთ არხით ჩემო მეგობრებო. მოკლედ ბევრი შემოვიდა ძალიან ბევრი SMS-ია ჩემთან და რა თქმა უნდა მე ვზრუნავ ჩემ გამომწერებზე ჩემ მეგობრებზე და რა თქმა უნდა ჩავწერო ეს ვიდეო აუცილებლად. როგორც ყოველდღიურად 300-ზე მეტი ვიდეოები შემეცნებითი, რა თქმა უნდა ჩემი არხი თევზაობის მეთოდებია და ისე არ შეიძლება. ეხლა რომ მეთოდები და სწორი მიმართულება არ მივცე მეგობრებს, მოკლედ ეხლა ჩავწეროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ჯერ არ იციან რა არის კლარწი, მე არ იციან სად იყიდონ, როგორ დაამუშავონ, როგორ გააშრონ და რა პრინციპი და რა მეთოდი მიცენ და რა სახე მიცენ ამ სათხოვარას. ეხლა მე ჩემ ვიდეოში წამოგიდგენ ჩემო მეგობრებო. მოკლედ მირეკავენ და მეუბნებიან რომ ვიყიდეთ კლარწი, არის წყალი, არის წყალი მასა, არის სველი მასა, რომელიც დნება. ამის გამო გადავწყვიტე რომ ეს ვიდეო ჩამეწერა ჩემო მეგობრებო. მოკლედ სადმა მოვიზიოთ, ხო? მოდი ეხლა კლარწი რა, სინამდვილეში ჩემო მეგობრებო, ნაღდი კლარწი არის ეს საშუალება, ეს სითხე. აი ეს სითხე, მოდი გავხსნათ, ხო? აი ეს არის, ნახე რა. ეს არის ნაღდი კლარწი, მეგობრებო. ეს არ გამოიყენება სათევზაოდ. ეს არ შრება და არაფერი. აი ეს არ შრება, კი რაღაც შრება, მე რაღაცა რეზინივით არის, მაგრამ ეს არ გამოიყენება მეგობრებო და არ იყიდოთ. ბევრს მოუწერია ვიყიდეო და იმიტომ რომ ნაღდი კლარწი ეს არის და ვიცი რკევა ეხლა ხო კლარწი რა არის? ეხლა მოყვარული რომ გაიგეს რომ კლარზე თევზი იჭირებაო, ხო? შევა სათევზი ისა მაღაზიაში, შორბ მაღაზიაში და კლარწს რო ითხოვს, მე ისა აძლევენ ამას სამდვილეში. იმან ხო არ ეხლა დამწყება მოყვარულმა, რომელიც სამდვილეში არ უთევზავია ამით, იმან ხო არის ეხლა ეს არის კლარწი თუ ის არის, ხო? აძლევენ ნაღდ კლარს, აი ამას აძლევენ მეგობრებო. რომელსაც ტყურად იხარჯებიან და ტყურად ხარჯავენ ფულს. ამით ჩვენ არ ვთევზავთ. ამით ჩვენ არ ვთევზავთ. ეს არის ნაღდი კლარწი. აი ეს რაც შეეხება ესე შეფუთებში იყიდება ეს საშუალება, იყიდება კიდე ცალობით. იყიდება კიდე ცალობით დიდი ფუთებში და ესეთებში. ეხლა რა ხდება? ამას ეძახიან კლარწს. და შეცდომაში შეყავთ მე შედიან ჩვენი მეგობრები, დამწყებები და მოყვარულები, ვინც ეხლა იწყებს ამით თევზაობას. ამით ეს არის მეგობრებო, კლარწი არ არის. ეს არის კავუჩუკი პლასტელი. რომ ეხლა სად შევიძინოთ, ხო? შევიძინოთ ბავშვთა სექციაში, ნებისმიერ მაღაზიაში, ბავშვთა სექცია სადაც არის სათამაშოები, სადაც იყიდება, იქ ნახავთ და იყიდება კიდე, ავი, რეკლამაში ჩამითვალოთ და ლარიანებში, ლარიან მაღაზიებში შევძანდებით, რომ კითხოთ ამის სწორი სახელწოდება რომ უთხრათ კავუჩუკი პლასტილინი მიდაო, მოგცემენ ამას მეგობრებო. ამას. მაგრამ სიტყვაზე თუ დაგავიწყოთ სახელი, აი ხა დაიმახსოვრეთ, როგორ შეფუთებია და შევძანდებით ეგრევე თვალიც ეგრევე დაინახავს. აი ესეთი რაღაცა ჩემო კარგებო. ეს არის კავუჩუკი პლასტილინი, ამაზე შევთანხმდეთ რა, ეს კლარწი არ არის და ვერც იქნება. კლარწი არის ეს. აი კლარწი. აი ეს არის კლარწი მეგობრებო. ხო? ეს არის კლარწი. ეს არის კავუჩუკი პლასტელინი. აი ესეთი, რომელიც ეხლა ხო რა, აი ესეთი თემაა. აი ესეთი თემაა. ამას ეხლა გავხსნით და გაჩვენებთ. თან სახში მიდოდა, მაგრამ ბარემ ეხლა გამოსული ვარ მეგობრებთან ერთად და ოდი ბარემ აქვე ავხსნათ სიტუაცია და დეტალებში ავხსნათ რა არის ეს კაუჩუკი პლასტილინი, როგორ ხმება და ასე შემდეგ ამ ყველაფერს კლავიხსნით. ამაზე შევთანხმდეთ რა, შეცდომაში ვაღარ შეხვიდეთ. სათევზაო მაღაზიაში იყიდება უკვე ესენი იდეებს. გამოდი მე სათევზაო მაღაზია ვნახე, მაგრამ ლარიანებშია ბელომად და ბავშვთა სექციაში, ნებისმიერ მაღაზიაში, მეგობრებო, ბავშვთა სექციაში ამ კავუჩუკ პლასტილინს ნახავთ ყველგან შემოკარგები.
იმიტომ რომ წერენ ვიყიდეთ ნება და სინამდვილეში ესაა ტყლარწი. ამას ქვია ტყლარწი, არათუ ამას მეგობრებო. და შეცდომაში შევიდნენ ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი და მაგიტომ წერი ხლა ამ ვიდეოს რომ ისევ სწორ გზაზე დავაყენო და ისევ სწორად მივმართოთ თევზაობა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ტყუილად იხარჯებიან. დამეწმდებით რომ ბევრჯერ გიყიდეთ მართლა ტყლარწი. აი ეს. ეხლა რატო ვიძახით თამამად ხო? ეხლა ისედაც ჩემ ბავშვებსაც ძალიან ბევრჯერ ვიყიდეთ და ვიცოდი რა ერქვა და ასე შემდეგ. მე სიადროში ადრე თავიდანვე ფლეიტოს ვეძახი. მაგრამ კაუჩუკი პლასტელინი და ეხლა რატომ გადავამოწმე. სამ მაღაზიაში შევედი მეგობრებო და ტყლარწი მოვითხოვე. და სამივე მაღაზიამ აი ეს კაცი მომცა. და რო ვკითხე ის რა არის მეთქი, ამაზე სამივე მაღაზიამ კაუჩუკი პლასტელინია. და ისედაც ვიცოდი რომ ეს მოკლედ ამაზე შევთანხმდით რა რომ ეს არის ტყლარწი, ეს არის კაუჩუკი პლასტელინი. იმიტომ რომ ძალიან ბევრმა უკვე ძალიან ტყუილად ახარჯა ფული. სინამდვილეში შევს უნდა ეყიდა და სინამდვილეში ეს იყიდა, რომელიც ეს ამას არ ვიყენებს ადამიანს. ამას არ ვიყენებთ. ამაზე შევთანხმდით. მოკლედ ეხლა მოდი ესე ავხსნათ რა. ყველაფერს არ გამოვიყენებ, ყველაფერი ფერია აი. კიდე ბევრი ფერი აკლია ამას. და მოდი ესეთი რაღაცა ვქნათ რა. ხა რატო მუშაობს და რატო არის ეფექტური და ხრამულსა და თევზს რატო იზიდავს, ხო? მოდი ესეთი რაღაცა ვქნათ. აი მეგობრებო, რო გახსნით, სამ გახმება, მანამდე უნდა მოხდეს რგოლების გაკეთება მეგობრებო რა. თქვენ ზომებად რაც გინდათ, იმ ზომებად დაამგვალეთ, პატარებად, დიდებად და ასე შემდეგ. უნდა ვიცოდეთ რა თევზს ვეთევზავებით შემოგარგება, როდესაც ჩვენ ახლა ხრამულს ვეთევზავებით, ხრამულს აქვს პირის მოყვანილობა, აქვს სხვანაირი. ესეც უნდა გავთვალოთ. რა თქმა უნდა, ნემსკავებიც უნდა შევახამოთ, ნემსკავების ზომაც უნდა შევახამოთ. მერე ზომა, ნემსკავის ზომა უნდა შევახამოთ სატყვარი ზომას. რა თქმა უნდა, უფრო ეფექტური იქნება. ეხლა მოდით რა ვთქვათ. მე ვამღვალებ სამ ვარიანტად რა. ვამღვალებ გვალებად, აი ესე მეგობრებო. აი ესე გვალებად ვაკეთებ. მეორე ვარიანტს ვაკეთებ აი ეს ბრტყელს. აი ეს ბრტყელ ვარიანტს ვაკეთებ. და მეორე მაგირვათ აი ამას სულ აი ესე ვაბრტყელებ და მე ვლიჯავ ხოლმე და ნაგლეს ვუკეთებ. ამ სამივე სხვადასხვანაირი ყველას აქვს თავისებური ცურვადობა შემოკარგება. და უფრო აკონტროლებ რა. ეხლა რა მინდა ვკითხათ. გაშრობის პრინციპები რა. გაშრობის პრინციპები ეხლა რას ქვია? უნდა გაშრეს ტყლარწი ოთახის ტემპერატურას. თუ გნებავთ თქვენ გააშრეთ გამათბობელის ქვემოთ, გამათბობელზე და ასე შემდეგ. უნდა გახმეს ძალიან კარგად. აი ეს სიტუაციაში შემოკარგეთ თქვენ, ნახე. როცა სულ შეუბერავთ, ხო? უნდა იფანტებოდეს შემოკარგება. როცა შეუბერავთ. თუ კაი ტემპერატურაა 3-4 საათი დასჭირდება გახმობას, კარგად თუ გახმას რა. იძახიან ახლა მე არ შემხვედრია, მე არ მქონდა პრაქტიკაში, რომ თუ ძველიაო სკდებაო. მე არ მქონდა შემოკარგება პრაქტიკაში. ეს კი სიტუაცია, იმიტომ რომ რავი, თუ მე მგონი ყიდულობს თუ ახალს რავი. იმიტომ რომ მე ჯერა კიდევაც, კი, როცა ძველია შეიძლება გასკდეს, მაგრამ მე არ მქონდა პრაქტიკა რა. მაგას ვერ კეთვით. უნდა გაშრეს კარგად რა, შემოკარგება უნდა გაშრეს კარგად. ასეთი ცურვადი როცა არის ნემსკავს წევს. მოდი კიდევ ერთ ვიტყვი რა, აქვე დავამატებ რომ ნემსკავს წევსო, ტივტივამდე ამომივაო ის ტყლარწიო, დაწერეთ რა. მოდი ხა ამას აგიხსნით ხა რა თემა. როცა ფიდერის, აი ეს ავიღო და ფიდერის აკვებურაა რა. ხო რა? ფიდერის აკვებურა ხო არის? აქ ხო არის სადავე შემოგარგება. ამის გარდა რაც სადავე გაქვს, იმის გარდა მაღლა ვეღარავა, იმიტომ რომ ფიდერის აკვებურა ამოხრუჭებს უკვე. ანუ ვეღარავ ზევით. როცა სიღრმე 6 მეტრა, სხვაზე და 1 მეტრა და 2 მეტრა გამორიცხულია შემოგარგება, რომ თქვენი სადავე მაღლა ამოვიდეს ტივტივასთან ან სკერიდან მაღლა გამორიცხულია რა. ყველა ხცევთ პასუხს ნენელა რა, რაც კითხვები შემოვიდა და რაც Facebook-ზე ნახე. ეხლა მოდი ესეთი რაღაც. შრება
სახის ტემპერატურაზე ჩვეულებრივად როცა გიდან დადგებით, გააშრობთ, იწოდა წვალება უნდა დამგვალებას, მაგრამ არა უშობთ მე აგერ მოვა დრო და გასიამოვნებთ, დაიჭერთ თევზს. კიდევ გიორგი გამშრელიც რო გვაჩვენო როგორი არის თუ შეიძლება. კი. ამაზე მინდა თემა, ეხა უყურეთ, როცა ჩვენ თევზაობთ, ხა გავაშრეთ, ჩვენ ვიღოთ აი ესეთი კონტეინერში შეგიძლიათ მოვაწოდოთ ან ნებისმიერ კონტეინერში. პლენოპლასტივით არის, ჩვეულებრივად, მაგრამ ეხლა ნახეთ ახდები. როცა პლენოპლასტი ჩუმად არის და გაჩერებულია, ყლარწი მუშაობს. მაგრამ ჩემი ხედვებით ცურვადობას კაი აქვს ამას და ჩემი ხედვებით შეიძლება ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ზაქრო შეიძლება რომ ისეთ ფერს გამოყოფთ ეს ან რაღაცას გამოყოფთ ეს რომ თევზი ამჩნევდეს. ჩვენ შეიძლება ვერ ძალიან განსხვავებული თემაა, იმიტომ რომ პლენოპლასტი გაჩერებულია, ჭია გაჩერებულია და ამაზე უთხრავს. თან ფერების მიხედვით უთხრავს, ხო? შეიძლება რაღაცა ის აქ რა ფერებს ანუ ფერი გასწრებს ან რაღაცას აკეთებს. ნუ შეიძლება გიორგი ესე იგი ყვითელზე იაქტიუროს სიტყვაზე რაღაცა მომენტში და წითელზე არ იაქტიუროს, მაგრამ შეიძლება მერე პირიქით შეიცვალოს წითელი მოეწონოს, ყვითელი აღარ მოეწონოს. ამიტომ ჩემი ხედვით თევზს ეხა ისეთი უნარები აქვს, რომ შეიძლება ეხა ჩვენ ვერ ხედავდეთ, ვერ ვამჩნევთ. და თევზი ამჩნევდეს და მოსწონს, იმიტომაც იღებს პლანს რა, ჩემი აზრით რა. ხო და ეხლა გეტყვით. კიდე შესწომაში ჩვენთვის სასურველი არის რომ ბევრნაირი ფერი გქონდეს რომ ხო ესია. კი. ეხლა მოდი ესეთი რაღაცა ვქნათ კიდევ. შესწომაში არ შეგიყვანონ იმ ფაქტმა რომ კარგად გააშრეთ, აბუჩუკი პლასტილინი კარგად გააშრეთ, შემოკარგება ეხლა რატო? სველი მდგომარეობა რო არის, მოდი ეს სველი მდგომარეობა ნახოთ. აი სველი მდგომარეობაა, ხო? სველი მდგომარეობა. ხო ის სველი მდგომარეობა, აი ეხლა მოვიდე რა. მოდი ამოვიდე, კარგად ამოვიდე. ხო არის სველი მდგომარეობა. ეხლა შესწომაში არ შეგიყვანონ ამ ფაქტმა, იმიტომ გეუბნებით რომ კარგად გააშრეთ. აი მოდით. აი ამ ფაქტმა შესწომაში არ შეგიყვანოთ მეგობრებო. სველ მდგომარეობაშიც ტივტივებს კაბუჩუკი პლასტილინი. ეს რო იცოდეთ. და რო თქვინათ რომ კარგად გააშროთ. გააშრეთ ღია მდგომარეობაში და თასაკი გააშრეთ რომ ერთმანეთს დაეწევება, მე უკვე გლიჯის აგლიჯავთ ერთმანეთს, გაგიბრძდება და როგორ უნდა მიხვდეთ რომ გამშრალია ასაკს პერიოდში. სული შეუპერეთ, თუ გაიფანტა, კარგად მეგობრებო დააკვირდებით, ესე იგი კარგად არის რა და კარგად არის გაშრობით, თორე აი ხედავთ, გაშრობით მდგომარეობაში, აი სულ მდგომარეობაში სტივტივებს კაბუჩუკი პლასტილინი, ანუ როგორც ცნობილია ყლარწ. და მაგითო გეუბნებით რომ კარგად გააშრეთ რა, მე მგონი კაი შევიფიცრები, კაი ინფორმაციას გაწვდით. გიორგი, ერთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება რომ დავსვა. თევზაობის დროს თუ არის შესაძლებელი რომ აი შეფუთვიდან ამოვიღოთ, მომენტალურად დავამგვალოთ და გაუკეთოთ და ეგრევე გადავაგდოთ მაგ შემთხვევაში. აი ხა მაგას ვაკვირდები, უყურეთ თემა, ეს მალე მოძრება, სველი მდგომარეობა რაც არის, მალე მოძრება. თან ხა მე დავაკვირდი სახში გავწევდე რა. მაგიტომ მიდოდა სახში გამეკეთებინა რომ უფრო კარგად გამოჩნდებოდა. ფერი გასდის ეგრევე და თუ სიტყვაზე გამშრალი, მაგე დაიჭირა. ხოგი არის დაიჭერს მეთქი. თალკო პირდაპირეთში დაიჭირა თევზი. რაღაცის დაჟე სიმძიმეც ამოვიდა. ოჩა. აგე ახალი ჯოხი, ახალი კოჭით. ეს ჯოხი სხვათა შორის ბატონმა გიორგიმ საჩუქრად გადასცა თაზოს. და პირველი გამოსვლა არის და პირველი დაჭერილი თევზი. ხო გითხარი, გული გზოს იქნება თქო რა. ოჩა. მოგრე. მაგარი. როგორი ჯოხი? ვაფშე არ არყავდა. აი ოდნავ თამაში. აი ჯოხი ვამოყავდა გული. ძალიან მაგარი. თან 25 პლუსია მეგობრებო და. ძალიან მაგარი. მოგლეთ. შევა გაუკეთოთ კიდევაც თავისა. საკრო. ოჩა. შევა გაუკეთო კიდევაც, მაგრამ როგორ თემა იცი? მალე გაძრება რა, ხა სადღაც ხა გამშრალი მდგომარეობა 1 საათი შევა გაძროს, ეს მალე გაძრება რა. და ამის გამო გეუბნებით რომ კარგად გააშრეთ კაბუჩუკი პლასტილინი, ანუ როგორც ცნობილია ყლარწი მაინც რა. მოგრეთ ახლა რა ვქნათ? ფერი რა იყო? ყვითელი. გული მიწოს მე გიოგითხარი ეგ. მოგრეთ მეგობრო, შევთანხმდეთ ამაზე, რომ
ეს არის სინამდვილეში კაუჩუკი პლასტილინი და შეცდომით თუ არ იყიდოთ ნაღდი ტყლარწი და არ დაიხარჯოთ ამ სახელწოდებით იმძაით მაღაზიებში და კაუჩუკი პლასტილინი სთხოვეთ. თუ არა და აგერ ფოტოს მოგცემთ, მომწერეთ ფოტოს მეშვეობით მიდით და იყიეს ნაღდი კაუჩუკის პლასტილინი და ტყლარწი, ნაღდი ტყლარწი მეგობრებო არ გამოგადგება საათევზაოდ. ეს უბრალოდ სათამაშოდ, მეტი არ არის. შეთანხმდით. კაუჩუკი პლასტილინი იყიდება საბავშვო სექციაში, ნებისმიერ მაღაზიაში და ლარიაში. ბავშვთა სექციაში შემოყალიბება. ნუ ბევრი წელით სად იყიდება, სად იყიდება. ბავშვთა სექციაში შემომეგობრება. იყიდით ტყლარწს, ხო? აგერ ვაჩვენებთ. იყიდით ტყლარწს არა. კაუჩუკ პლასტილინს იყიდით მეგობრებო ბავშვთა სექციაში და ლარიაში. ნებისმიერ მაღაზიაში იკითხეთ კაუჩუკი პლასტილინი და მოგცემენ შემოუკარგება. თუ არა და საიტებიდან შეგიძლიათ გუშინაც შემხვდა ჩვეულებრივად დიდი ფუთები და ბევრნაირი ფერები 5 ლარში, 6 ლარში შეგიძლიათ გამოწაროთ. გიორგი, მე როგორც შევამჩნე იქ ტყელი მოგლეჯელი ესენიც გაქვთ გაკეთებული და შეიძლება რომ შევხედოთ? კი. ხარია და შეიძლება გადაგვიყაროს და ისე დავდგეთ რომ აი ძალიან ჰაეროვანი. ჰაეროვანი უნდა იყოს რო რა გსრება, მეგობრებო ჰაეროვანი რა. ხოდა იყოს პატარებად გვინდა, არ გვინდა რა ზაქრო ძალიან დიდები და რაღაცები რა. და არის აი ესეთი კარგი მკვრივი მასა. ხო, არ გვინდა ძალიან დიდები რა. უნდა იყოს ესეთი მასები რა. აი ესეთი. აგერ თაზოს უთხარი რა, ყვითელი ფერი გიგზოსლეთი და დაჯდა. თევზის დაიჭირა. დაიჭირა თაზო პირველი თევზი. კაია, მოგცა мотиваცია. მოგავს ჩავყო და უფრო და ნახოთ რა იქნება. მე წავაწყობ ხა ნენირა მეგობრებო და ეს იყო ჩემი რავი, რაც შემიძლია მეც ვერ ახსნი მართლა ამ საშუალებაზე. მაგრამ ისე ერთ დავამატებ რა, როცა მიდიხარ და კი არის გაპიარებული რომ მოდის კაუჩუკ პლასტილინზე და ტყლარწზე ანუ რა მარტო ტყლარწის სიმეზე ნუ იქნებით შემომეგობრებო. გაიყოლეთ სხვადასხვა სატყუარებიც. ცოცხალი სატყუარებიც და ასე შემდეგ. რომ მაღაზიაზე დამოკიდებული ნუ იქნებით რომ აი იმაზინებს. უარ მოვიდეს მე რა უნდა ვქნათ ხო? ამის დროს რატო ბევრი სატყუარი და რატო სიტყვაზე ბევრი დასაკვირვაში გათვლებს ვაკეთებთ. აქ მარტო თევზავა ხო არ არის რომ თევზი ამოვიყვანო ხო? მე პირადად არ არის ჩემთვის ახლა მარტო ჭერა და ასე შემდეგ. ჩემთვის არ არის მარტო ჭერა თევზაობა. იქ პროცედურაა რა თქმა უნდა, იქ გათვლებია, იქ ფიქრობ რაღაცა. ეგ არის თევზაობა თორე. თევზს ამოყვანით ახლა კი უნდა ამოვიყვანოთ და ვითევზაოთ, მაგრამ მარტო ეგ არ არის ამოყვანა რა და დავიჭროთ ასე შემდეგ. იქ მანამდე ძალიან დიდი პროცედურებია გასავლელი ჩემო მეგობრებო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მე წამოგიდგენთ ჩემ ვიდეოში და განახებთ, რავი, ყველაფერს ვიღებ, რომ რაც შეიძლება სასიკეთო იყოს მოყვარულისთვის, დამწყებისთვის ეს ყველაფერი რა. რომ ზოგი ხედავს ამ სტილს ძნელად, ზოგი ლაითად, მაგრამ არც ლაითია და არც ძნელი როგორ არის, მაგრამ კი არის ძნელი, მაგრამ ლაითი არ არის რა. თევზაობა, ჩავდი ამოიღე აქტიურ თევზზე, მეგობრებო, სწორად გამიგეთ, ჩემი 8 წლის ბავშვიც საიჭერს. ძალიან ბევრი თევზი დაიჭერს აქტიურ თევზზე, მეგობრებო. როცა აქტიური გადაჭრავს. მე განახებთ იმ სიტუაციას გააქტიურებული თევზი როგორ ვიჭიროთ და პასიური თევზი როგორ ვიჭიროთ და როგორ შემოვიყვანოთ და სად მოვიძებთ ასე შემდეგ. მაგას გაჩვენეთ რა. ძალიან თხოვნად მექნება გამოიწეროთ არხი. ეხლა თუ იქნება ჩარტყემი და ასე შემდეგ, ეს ვიდეო რო არ გადაუფარო ძალიან, მონაკვეთში მომენტებს გაჩვენებთ ჩემო მეგობრებო. ეს იყო და ეს. კიდე რამე კითხები თუ გექნებათ ამ საშუალებაზე. აქ ვარ, არ მეზარება და ბოლომდე ხანძიშვილი გიორგი მიწერია მართლა Facebook-ზე და მომწერეთ, გაგეხმარებით. არ წუხდები არაფერი. პირიქით მიხარია რომ წერეთ. აბა წავედით ხო? გამოიწერეთ თევზაობის მეთოდები და დააკომენტარეთ. დაიხარე. აბა წავედით. აგერ დათამ დაიჭირა პირველი თევზი. ოჩა დათას. აბა დათა. ო გაიხრამული. ოჩახტათ.
აბა ოჩახ თათა